ძმამისათა და დისთან სულწეწმიდისათა ჩვენ განვიხილოთ საფრთხო ისტორიის და ოღონდ ცნობილ და მნიშვნელოვან არსებით ადგილებს რომ დავინახოთ ეს სვლა ადამიანის და კაცობრიობისა უცხოური გზაზე და რა რომელი გზა არის სწორი და რომელი არა ჩვენ გავაცნობთ არჩევანი და არასოდეს ჩვენ შემთხვევაში ვიცოდეთ რომ გვეწევა კარგი განსასწრელი და აი აქ ჩვენ ახლა ვიხსენებთ რომ სამიანგელოს სახით უფალი იყო მოსული აბრაამთან და საუბრის ბოლოს ეუწყა რომ სარას ეყოლებოდა შვილი და ასევე გადაწყდა სოდომის და გომორის ხარის განადგურება, რადგან იქ უსაზღვროდ უზომოდ გავრცელდა უსჯულოება, ყველა სახის უსჯულოება, რაც შეიძლება ყოფილიყო. როგორ მივიდა უფლის კურთხევით ორი ანგელოსი სოდომში და იქ საღამო ხანს კარიბჭესთან მივიდა ლოტი, რაც აბრაამთან ცხოვრების წლებში, აბრაამის ოჯახში იცოდა რამდენად დიდი არის სტუმართმოყვარეების, უცხოს შემწყნარების ვაწლი. და ისიც საუბრდეს, რომ დაიკრიბა ქალაქის კარიბჭე, იდგა რომ ვინმე უცხოელი ხوار შემოვა ქალაქში, რომ მიიპატეჟეს სახლში. დადგა ეს დღეს და ორი ანგელოზი მოვიდა შემოვიდა ქალაქში და გახსოვთ როგორ დაიცვა ლოტმა თავის სტუმრები უსჯულო სოდომიდან და შემდეგ მათ განუცხადეს თავის თავი და როდის გადიან გაყავთ ლოტი სოდომიდან თავის შვილებთან ერთად და ცოლი აყოლნებდა და ის როდესაც გავიდნენ იქ ცოლი უკან მობრუნდა იხედა და მარიას ცოტათ იქცა ანუ აი ამ ცეცხლმა და თვითონ მისმა გზნობამ რომ მთელი ქონება იკარგებოდა გადაიწებოდა რჩებოდა აი სულიად ქონების გარეშე უსახსროდ აი ეს უკან მობრუნება ის ერჩივნა იმ დაცემულ საყოველთაო ცხოვრება ვიდრე განთავისუფლება იმ წოდებისგან ამის გამო მან ეს სახე მიიღო სიმწარეს ნიშნავს ეს გამწარებულია ეს ის უნდა სიცოცხლის ხალხიო გადარჩენა გერცხება არ უნდა იმ ქონების დაკარგვა და იმ ქონების იმედი ჰქონდა მანამდე და ეხლა ეს იმედი თარეწირა და ამ განცდაში არის მაგრამ თვითონ ლოტი ევედება ანგელოზებს რომ ბოლო შენმა მონამ წყალობა შენ წინაშე და განადიდე შენი სიმართლე რომელსაც აღასრულებ ჩემზე რათა იცოდე ჩემმა სულმა ხო მე ვერ შევლებ გადარჩენს მთაში поэтому მეწევს მე ბოროტება და მოგდეო აი ეს ქალაქი ახლოს არის ჩემთვის იქ გასაქცევად ის პატარაა იქ გადავრჩები ანუ ანგელოზებს უნდა გაიქცე მთაში თა სიმაღლეს სულ სიმაღლეს მოჩვენებელი არის მაგრამ იქ მე ვერ შევდლებ უნდა ასაკობანია და ამ ხალხი მოგზაურობა სლას და საფრსოს იმიტომ სირბილით უნდა ასულიყო რომ გადარჩენილიყო სანამ ცეცხლი დაწოდა იქაურობას და უშო მე ამას ვერ შევდლებ აი ეს დამძაბლება ხდება ლოთის ის აღიარებს რომ უძლურია ჩას უჩნდება სინამდვილით რომ მან დაიმსახურა ეს არასოდეს არჩევანის ორჯერ არასოდეს არჩევანი გააკეთა აბრაამმა შეესწავლა არჩევანი მან საუკეთესო ერთია და არა და უცოტ თავის ბიძას თავის ამსtelts და მეორე როდესაც
აბრაამ მაგანთან შემთხვევიდან ისევ დაბრუნდა აქ სიმდისკენ ექნება ჰქონდა ტოლვა და ეხლა მესამე ხდება გამოცდა ლოტის რომ ის რას აერჩევს მაგრამ უფალი ამჯერად არ პირდება რომ მის თხოვნას შეასრულებს ან დაიცას მას და მე ვიცი თქვენი ყურადღება მოგცეთ დეტალზე აი აქ ეს მე-18 მოხლია მე-19 თავის და უთხრა ლოტმა მათ ანალოგიურად გევედები უფალო აი ჩვენ ადრეს როდესაც სამიანგოს სახით უფალი მოვიდა აბრაამთან რომ იქ იყო მონაცვლეობა მხოლოდ მრავლობით მიმართვის და აქაც იგივე ხედავთ რომ კი არის ორი ანგელოზი და მათ უბრალოდ ერთს ესაუბრება ისინი რომ უფლის გამოგზავნიან ისინი ერთნაირად ბუნებით ერთნაირად განზრახვით ერთიანი კურთხევით ამიტომ როგორც ერთს მიმართავს მათ და მაგრამ როგორც ითქვა ანგელოზი ორნი არიან და ეს ფარული ანგელოზები შეიძლება ვიგულისხმოთ ლოტისა და მისი ცოლის მაგრამ ეს ვარაუდია და აი აუცილებლად შენ მოდო წყალობა შენ წინაშე და განადიდე და ითხოვს შეწყალდებას რომ თაში გაუჭირდება ასლა და აი ამ პატარა ქალაქში დარჩება ანუ იმ სულიერ სიმაღლის ასლამდე რაც შუაგზაში გაჩერდება სეგორში იქ მოიხმო სულს და ეს არის კომპრომისი სიწმინდესა სულიერ სიმაღლესა და უშუალობაში ყოფნა ადამიანს იმისგან ვერ თავისუფლდება ძალა შეცდებს რომ გაიქცეს ბოლომდე მაგრამ არც დაღუპვა უნდა და დროებით ჩერდება აქ და უთხრა ანგელოზმა ახლა იჩქარეო რათა გადარჩე იქ რადგან ვერ შეძლებ საქმის აღსრულებას ვიდრე არ შეეხვალ შენ იქ ამიტომ ეწოდა იმ ქალაქს სახელი სეგორი ანუ პატარა მცირე და მივიდა აბრაამი ადრე განთიადისას იმ ადგილს სადაც იდგა უფლის წინაშე და გადახედა სოდომის და გომორის სახეს და შემოგარენს მიწის პირს და დაინახა ადიოდა ალი მიწიდან როგორც ალმური ომლისა და როცა მოსა უფალმა შემოგარენის ყველა ქალაქი გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაიყვანა ლოთი ნგრევის შუაგულიდან როცა გაანადგურა უფალმა ქალაქები ცხოვრდა სადაც ცხოვრდა ლოთი აი საოცარი ესე იგი არის შენ პასაჟი თუ პატარა დამატებით კიდე დიდად თემისგან გასვლა მაგრამ ეს მნიშვნელოვანი შენიშვნა არის რომ გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაიყვანა ლოთი გრევის შუაგულიდან ანუ აბრაამის ვედრება ცოტა შეკამათებას გავდა მაგრამ ეს ვედრება რომ თუ შესაძლებელია რომ ის ერთი მართალი მაინც გადარჩეს ვინც არის თუმცა მანამდე იყო 50 40 30 10 და ბოლოს ხოლე უქნება რომ ვინ არის ეს და აბრაამის შემდგომში ითხოვდა ლოთისთვის მაგრამ ერთის გადარჩენ შეიძლება სხვებით გადარჩენილიყო მარტო ლოთი არ უნდა და უკვე 10 სიქით უკვე დასახვევით კიდე საშუალება აღარ იყო აიტომ შეძლო მათი და უფალი განეშორა და შეწყვიტა ეს საუბარი რომ უფალმა იცის
რამდენი იყო მართალი მაშინ იქ ლოთ ცუდობს გომორის და იმ მხარეში და უკვე ეს ისოციას თანხმობას რომ უფალმა უგულისხმო აბრამის თხოვნა მაგრამ არც გაგრძელა თხოვნა რომელიც ესე გამათის სახე მიიღო და პირისპირების და აი ეხლა გაიხსენა ეს უფალმა და სწორედ ამიტომაც არა მარტო ლოთის თხოვნით არამედ აბრამის ლოცვით უფლის მიმართ და უფლისგან მოცემული იმედის საშუალებით ხდება ამ ლოთის გადარჩენა და დავიდა ლოთის სეგურიდან და დაჯდა მთაზე და მისი ორი ასული მასთან ერთად და შეიშინდა დამკვიდრებისა სეგორში და დასახდა გამოქვაბულში ის და მისი ორი ასული მასთან ერთად. აი რისი შეიშინდა რომ შეიძლება სეგორის მოყვეს დატვაში ნანგრევაში და დასახდა გამოქვაბულში. ანუ სეგორი იყო დროებითი გაჩერების ადგილი, დროებით გადარჩენის. ანუ სეგორი ჩადიოდა იმ სოდომის და გომორის ქალაქების მხარეში და მასაც ემუქრებოდა დანგრევა და განადგურება. მაგრამ აბრაამის თხოვნით და ლოთის თხოვნით სეგორი იმ ჟამს გადარჩა ნგრევისგან დაწესგან და რომ მიეცა ძალები მოსვენების და გადარჩენის და ლოთი ამის შემდეგ მოჩანს ტოვებს სეგორს და ადის, რადგან აქაც უშუალობა ნახა. შეიძლება ნაკლები ვიდრე იყო სოდომს და გომორში, მაგრამ რადგან პატარა ქალაქი იყო, არ დაემალებოდა არაფერი კაც. და მიხვდა რომ ეხლა თუ გადარჩა ეს ქალაქი, მომო შეიძლება განადგურდეს ის და ისე გასაქცევად ექნება და ამიტომ საერთოდ გაიგო რომ დავიდა მთაში. და აი აქ ადგილი აქ ძალიან მძიმე გადატოვებს, რომელსაც მისი ასულები ღებულობენ რომ უთხრა უფროსმა ასულმა უმცროს ჩვენი მამა მოხუცია და არავინ არის ქვეყანაზე, ვინც შემოვა ჩვენთან, როგორც წესია მთელ ქვეყანაზე. მოდი და დავალევინოთ ჩემს მამას ღვინო და დავწვეთ მასთან და აღვადგინოთ ჩვენი მამისგან თესლი. ანუ სეგორი გაჩერებულიყო, მაინც იქ ყველა მიცოდა რომ ისინი სოდომიდან წარსულები იყვნენ და შესაბამისად სოდომელებს თავის სახელი ჰქონდა და მათ ცოლად არავინ არ მიიყვანდა. ხარჯად ან სახურად ან როგორც მეძებს ისე შეხედავდნენ, არ დაიჯერდა რომ ესენი ჯერ იყვნენ გაუთხოვარნი და შესაძლოა მოიქცეოდნენ ისე რომ რასაც იმსახურებდა მაშინ საზოგადოებაში მეძავი და ხარჯა. ამიტომ ნავთაში რო ავიდნენ მithumet გამოქვაბულში ეს ის უთვისტო კაცი ხარ შენ. სახელი კარი არა გაქვს, სიმდიდრე არაფერი არა გაქვს. არ წარმომოვლო ვინა ხარ, რომ გამოცეთ ვიდეო სოდომით ხარ. და აი ამ შემთხვევაში მათი ცხოვრება როგორ იქნება? ეს მამა მოხუცდა, ანუ მას არ შეუძლია ეხლა დაიწყოს ეს საქმიანობა, რომ გამდიდდეს და საშუალმისეს და მზითები გაატანოს. ეს მეორე მხარეა, რომ სახელი გატეხილა სოდომიდან გამოვშვა ადამიანს, უკვე წინასწარვე. და საკონომში არის მაშინ რა ვქნათ? ერთადერთი თუ ჩვენ ნათესად ვიყოლება. არ ახსენდებათ აბრაამი. აი ეგ არის საოცარი, როგორც ლოთმა უგეთხოვებდა განთავისუფლებულმა
მადლიერმა თქვა თავის ბიძის აბრამის განთავისუფლებას ისევ აირჩიეს სოდომი და არა თავის ბიძის გზა არა მართლის გზა აირჩია და ეხლა ყველაფერი დაკარგა და ეხლა აი მისი ასულები არჩევნის წინაშე დგანო მაგრამ არ ახსენდებათ აბრაამი და სხვა ადამიანის თვალში ისინი რას წარმოადგენენ ესმით და აიტომ მათ უნდა თუ შექმნათ თავისი ოჯახები და ცოტა თან არ მოიყვანს მაშინ აირჩიეს აი ეს სოდომელებისათვის დასაშვები აზრდა წარმოდგენა დღეს დასავლეთში გავრცელებულია ეს ცოდვა უბრალოდ წარმოდგენა ცოდვაზე და დასაშვად მიჩნია დედა შვილთან მამა თავის ასულთან შეიძლება თან ცხოვრობდნენ და აი ეს არის სოდომის ცოდვის ერთ-ერთი ვერსია და უფრო ლოთის ცოდვა არის ესე ვიტყოდით და ასე მათ იყო შვილები და იმედი აქვს რომ შვილებს გასდიან აი შვილები მერე უკვე ახალგაზრდები იქნება იმუშავებენ რაღაცა შემოსავალი ექნებათ პატარა მიწას ამუშავებენ მე მათ აღარ იქნება სახელი ისინი სოდომიდან გამოვიდნენ შეიძლება დაოჯახდნენ და ჩვენ სიბერეში მერე გვექნება რაღაცა წარი ცხოვრება მაგრამ რა სახელები დაერქომოთ აი ეს ნიშნულოვანია რომ და დავიანის თავისი მამას ღვინო იმღავეს და შევიდა უფროსი და ისე მამა ვერ მიხვდაო ისე იმდენად იყო ნაშრომი ამ განსასწრების შემდეგ შვება მიეცა და ბოლომდე ანუ გახსოვთ ნოემბერი დალია და რა ხო რო გაიღვიძა გაიგო მაინც რომ მისმა შვილმა ქალმა დასცინა მას ხო და აი ლოთთან ესე არ არის ის ვერ გებულობს რა მოხდა ხამე და მეორე ღამეს მე მოვიდა უცხოესი ასული და მეოდეს უთხრა უფროსმა უმცროს აჰა მე დაგეკე უშინ ჩემს და კიდე ხო დავეროთ მას ღვინო და ეხა შენ დაგეკე მასთან დავადიო ჩვენი მამისგან თესლიო ესე იგი ისინი რაზე ფიქრობდნენ რომ მოდგმა რომელი მოდგმა იქნება ეს აღთქმული არა აღთქმული აბრაამია სარა და მისი შვილი ისააკი ესე იგი ამათან აღთქმის საკავშირი არ აქვს მაგრამ რაღაცეთ ენათესავებიდან აბრაამს მისგან იყო შვილი მამისგან ანუ მამა ძმისშვილი აბრაამის აქ ენათესაობა ლოც აღდა თავისი ცოლი მაგრამ ის ცოლი სადაული იყო მისი ვინაობა ჩვენ უცნობია როგორც არა იმ მოდგმიდან ასულები კი იყოს ის ლოც მისი მოდგმა მაგრამ აი ასე იგი ცოდით მიღებული ესე იგი შთამომავლობა ამიტომაც აი ცოდის გამო მათ გამოდის სხვა ერი და ნათქვამია რომ მათ ეხლა ორი ვაჟი და უფროსმა შვანზე უწოდა მის სახელი მოაბი ანუ მამა ჩემისაგან არის ეს მაგაში ისოს ხოლო მეორე შვა ძე და უწოდა მას სახელი ამანი ანუ დეჩემი მოდგმისა რაღაცა ამ სახელში ნუ ჩაიდო მოთი წარმომავლობა რომ ერთი აშკარდამუშვის მამისგან არის მიღებული და მეორე მოდგმისა ერთი მოდგმისა ვართ ჩვენ ხო და შემდეგ ეს მაგრამ ის ბრალდებიან და ხნის ოჯახს ავრედენ და აქ დაპირისპირება ერთთან ახალ პრეტენზია აქვს რომ ნაცნობი არიან მაგრამ
როგორც ლოტმა არინება აბრამთან სინგაბრი და ჩვენი დაბრუნება, ასე ესენიც ვერ გვერდებიან, ვერ ბრუნდებიან და არ ზღებულობენ მათ ისააკის შთამომავლნი. ასე ხდება დამატებით კიდე განთესვა ხალხების ამ ქვეყანაზე. და ბოლოს ნათქვამია, რომ დაიძა იქიდან აბრაამი სამხრეთის ქვეყანისკენ და დასახლდა კადეს და სუს შორის და მჭირობდა გერარში. ანუ აბრაამი დაშორდა იმ ადგილებს. ეს ეპიზოდი ჩვენ საერთო ისტორიისა, რომ შეიძლება გამრავლება, მაგრამ თუ მანამდე ცოდვით ცხოვრობდი, ის გამრავლება ცოდვით ხდება. სინამდვილის გარეშე ნამდვილი გადარჩენა არ ხდება. შეიძლება გადაურჩე ფიზიკურ სიკვდილს, მაგრამ მოიპოვო სულიერი სიკვდილი. შეიძლება განუშვა ცოდვის საჭირს, მაგრამ ცოდვის თანაზიარი გახდა, ახალი ცოდვის თანაზიარი გახდა. ასე რომ აქ კომპრომისი მართალსა და უჟილოს შორის შეუძლებელი ხდება. ეს კომპრომისი უკვე ნიშნავს, რომ სიმართლე შეიმღავა და მაშინ უჟილოება უფრო წარმატებულია. და ფიზიკური სიცოცხლის შენარჩუნება არ გულისხმობს სულიერ ცხოვრებას და გადარჩენას სულიერ ღვთისმიერში და ღვთის მიერ გადარჩენას. ამით ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ეს ჩვენი საუბარი საერთო ისტორიაზე, რომ წინდაწერილი ამხელს ყველანაირ გადახრას სწორი გზიდან და ამხელს საწყის მიზეზებს რა არის, რა იწევს ამას, ლოთის არასწორი არჩევანიო, ორგზის, მერე ამათი აღზრდა ასეთ უჟილო გარემოში უკვე მათ ცნობიერებას უკვე დასაშვებად მიიჩნევს ასეთ ურთიერთობას. არ შეესწავლათ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ არც რწმენა აქვს, მათ რომ მინდობოდნენ უფალს ეს ასულები. ან მისულ აბრაამთან და ეკითხა რა ვქნათ, ეხლა როგორ მოვიქცეთ, გამოსალი იყო სხვა, მაგრამ რადგან მათი გონება უკვე შეზღუდულია უჟილოების არჩევანით, ისინი ეს აუზის ირჩევენ და უფრო მეტად შორდებიან ჭეშმარიტ სასწაულებას და ღვთისმიერში ჭეშმარიტ ცხოვრებას. დაგემშვიდობებით, ღმერთთან დაგვრჩოთ.